9 ნოემბერს გურჯაანის კულტურის ცენტრში უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საღამო გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს ლოცვა კურთხევით ჩატარდა. საღამოში მონაწილეობდნენ კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდი საგალობელი, ფოლკლორული ანსამბლი გურჯაანი, ბავშვთა ფოლკლორული გუნდი და ლევან მუღალაშვილის სახელობის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლები. სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსდგა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მომღერალი ლოტბარი რამინ მიქაბერიძე. საღამოს ორგანიზებას უწევდა გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ვაჟა სონღულაშვილი. მივულოცავ გურჯაანს, რომ ჩვენ შევძელით და უმასპინძლეთ პატრიარქის ნათლულებს. თქვენ იცით, რომ მისი უწმინდესობა 50,000-ზე მეტი ბავშვის ნათლი არის და მისი ლოცვა კურთხევით, მისი ნათლულებისგან არის შემდგარი გუნდი და აი ეს გუნდი ჩვენ დღეს გაუწიეთ მასპინძლობა, საოცარი საღამო იყო, საოცარი დადებითი ენერგიით იყო დამუხტული მისი მაღალყოულად უსამღვდელოესი მეუფე ექვთიმეს ლოცვა კურთხევით რა თქმა უნდა დღევანდელი საღამო, დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა მისი უწმინდესობის საიუბილეო წლებს და მადლობას უხდით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ მადლობას უხდით უფალს, რომ ჩვენ გვყავს ესე დიდებული ბუმბერაზი ეპოქალური პიროვნება, როგორც არის მისი უწმინდესობა. აი დღევანდელ დღეს საოცარი რამ მოხდა, ჩვენი ბავშვების შედევრებიც იქნა გამოფენილი, სამრევლო სკოლა გვაქვს ჩვენიცით და პატრიარქის თემატიკის გარშემო იქნა ნახატები, გამოფენა, გაყიდვა და ამისთვის მადლობას უხდი ამ ბავშვებს თითოეული გაწეული შრომისათვის. დღეს რაც გურჯაანში ნახავს მენელმა და მე ვარ მონაწილე ამის, ეს არის დიდი მაგალითი იმ მომავალი თაობის, რომლებიც აქ ესწრებიან ჯერ ვერ იაზრებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ თანდათან მიხვდებიან, რომ როცა ასეთი მარგალიტები საქართველოში ქართველი ხალხის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ეს დიდი საგანძური, ესაც ქართული ხალხური სიმღერა ქვია, ფოლკლორი ქვია და ის ჩვენი დიდი წინაპრები, რომლებიც თავის სოფელს არ გაშორებიან და ასეთი საგანძური დაგვიტოვეს და დღეს მე თვითონ რამინ მიქაბერიძე ვამაყობ იმით, რომ 80-ზე მეტი ქვეყანა მოვიარებს სოფლიოში და მათი ეს დატოვებული საგანძური, რომელიც თვითონ არ ღირსებიათ მათ ეს ამბავი, სადღაც ოკეანეს გაღმა და სხვადასხვა ქვეყნებში რომ ღეროდით საქართველო არ იცოდნენ სად იყო, მაგრამ ფეხზე უდგებოდნენ თითოეულ სიმღერას. სასწაული საღამო შედგა, არ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო, რადგან ეს ეძღვნებოდა უწმინდეს და უნეტარეს, მისი სიყვარულით გაერთიანებული ვიყავით და მოგეხსენებათ 100-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა გურჯაანში და გასაოცარი მასპინძლობა დაგხვდა, გასაოცარი ადამიანები. ეს იყო შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე პირადად ჩემს ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის წევრების ცხოვრებაში. პატრიარქისადმი მიძღვნილი დღევანდელი კონცერტი პატრიარქთა ნათლულთა გუნდი ჩამოვიდა საგალობელი და მათთან ერთად ჩვენი ადგილობრივი ანსამბლი გურჯაანი ბავშვთა ფოლკლორული გუნდი და სალუტბარო სკოლა მიიღო მონაწილეობა. არ ვიცი, საოცარი მუხტი იყო როგორც დარბაზიდან, ასევე ამდენი ბავშვი მარტო დღეს იყო ფოლკლორის და ტრადიციის ზეიმი. მონაწილეებმა მოწვეული სტუმრებისთვის მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს. კონცერტზე შესრულდა საგალობლები და ქართული ხალხური ფოლკლორული ნიმუშები.